სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე, თურთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს 11 წლის აბიგაელი, კაცოთ აბიგაელი დავითის ცოლს ჰქვია, ნაბალის მეუღლეს, ძალიან საინტერესო ისტორია და ძალიან საინტერესო პიროვნება აბიგაელი ბიბლიაში. შეგიძლიათ გადახედოთ ეს მეფეთა წიგნებში არის აღწერილი. ესეთ სვავს 11 წლის გოგონას ესეთი კითხვა მოსდის თავში. თუ გრძნობ რომ ღმერთი მისიონერად გიხმობს, მისიონერად ესე იგი, რა უნდა გააკეთო, როგორ იცი სად გაგზავნის ღმერთი? და ჯონ მაკარტური პასუხობს. სალამი აბიგაელ, მიხარია რომ მას შენგან ვისმენ, 11 წლის ასაკში რომ შენ უკვე ფიქრობ მისიონერობაზე. ნება მომეცი ძალიან მარტივი განცხადება გავაკეთო. თუ მისიონერობას აპირებ, ნუ დაელოდები სხვაგან წასვლას. დაიწყე იქიდან, სადაც ხარ. ანუ შენს ირგვლივ, შენს სკოლაში, შენს ოჯახში დაიწყე იქიდან და შენს მეგობრებთან შეეცადე ამის გაკეთება სიყვარულით. ეხლა კითხვა არის, აბიგაელ, ვინ არის მისიონერი? ის, ვინც მისიაზეა გაგზავნილი, ხომ? და რა არის ჩვენი მისია? ეს არის სახარების დედამიწის კიდეებამდე მიტანა. და თუ ქრისტიანი ხარ, შენ უკვე ხარ მისიონერი. შეიძლება სხვა ადგილას არ იყო მისიონერი სპეციალურ ადგილზე, ან ოკეანის გადაღმა არ იყო გაგზავნილი უცხო ქვეყანაში, მაგრამ შენ ყველა ადგილზე, სადაც ხარ, სადაც მოღვაწეო, იქ პატარა მისიონერი ხარ. და თუ ქრისტეს ეკუთვნით, სულიწმინდა მოგეცათ, რათა იყოთ სახარების მოწმე და ეს სახარება თქვენს მისიონერულ ველზე უნდა წარადგინოთ. ნუ ფიქრო მისიონერობაზე როგორც რაღაცა კონკრეტულ ადგილზე გადასვლაზე. არამედ იფიქრე ისეთ მისიონერობაზე, რომელიც არის ნებისმიერი ქრისტიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. აბიგაელ, ეს არის ძალიან მშვენიერი აზრი, რომელიც შენ მოგივიდა და შენ უკვე ალბათ იცნობ, შენს რამდენიმე მეგობარს, ან სკოლაში ყავს ამ ხანაგები, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან ქრისტეს შესახებ, ან არ არიან ქრისტიანები. დაიწყე ახლა ლოცვით, ილოცე მათთვის, მათი ხსნისათვის და როცა საშუალება მოგეცემა, ისაუბრე იესოზე. არ არის საჭირო კამათი, არ არის საჭირო რომ შევაწუხოთ, მაგრამ უნდა გამოაცხადო ღვთის სიყვარული შესანიშნავი უწყება შენი ცხოვრებით, შენი კარგი საქციელით და მერე შენი სიტყვითაც, რომ დააინტერესო ადამიანები. რომ იესო ღმერთმა გამოგზავნა ჩვენთვის, რათა მომკვდარიყო, რათა ჩვენი ცოდვები მიტევებულიყო, რათა ჩვენ ყველამ შეძლოთ მარადილ სამოთხეს შესვლა. ამ დიდებული უწყების ქადაგებას, გამოცხადებას და გაზიარებას შენ ახლავე იწყებ. და თუ ამას შენ ერთგულად გააკეთებ, როცა ახლა 11-12 წლის ახარ, მომდევნო რამოდენიმე წელიწადში და განმავლობაში, თუ ამას ერთგულად გააგრძელებ, სადაც ახარ, ამის დასასრული არ არსებობს, ეს არ სრულდება. და შეიძლება უკვე მომავალში, ხო, ღმერთმა გაგზავნოს სპეციალურად სადღაც. ეს შეიძლება მისიონერული სასახურების დაწყების დროა. და როდესაც ღმერთი მიხვდება, რომ შენ უკვე შეიძლება უკვე დიდი გეგმებიც მოგცეს, ხო? უკვე სხვა მშვენიერი გზით გაგაგზავნოს სხვა უცხო ქვეყანაშიც. მაგრამ ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ ეს მისიონერული საქმე თქვენს ირგვლივ. მადლობა მოსმენისათვის.